სოფურია 8 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბალეტი და ხატვა. უფრო მიყვარს ბალეტი. უკვე 3 წელია ვცეკვავ საბალეტო სკოლაში. ბალეტში ყველაზე ძნელია ცერებზე დგომა. ყველაზე ადვილია შპაგატის გაკეთება. ჩემი ბალეტის მასწავლებელია ეკატერინე ხლოტი. ის არის საყვარელი, ბედნიერი და სულ მეხუტება. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ ბავშვებს გვართობს. მე ერთხელ მქონდა კონცერტი. კარგად ვიცეკვე და ძალიან უმეწონა. ყვავილები არ მაჩუქეს და შემდეგ კონცერტზე მაჩუქებენ. მე ყვავილებიდან ვგავარ ვარდისფერ ვარდს. ისიც შემსავით ლამაზია და პლანჭია. მე პლანჭები ასე დგები სარკესთან, ვისბევ პომადას და ვიღებელ თვალებს. ვივარცხნით პას და ვიცმევ ლამაზად. მინდა მქონდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. მე პრინცესებიდან ვგავარ რაპუნცელს. ბავშვობაში სულ მინდოდა გამოსულიყავი რაპუნცელი. მე იმიტომ არ გამოვედი, რომ ისედაც პრინცესა გოგო ვარ. ჩემი საყვარელი თამაშია წრეში ბურთი. ადრე მიყვარდა თოჯინებით თამაში. სახლში მყავს 2 თოჯინა, 1 ფუმფულა და 1 თმარომა. ჩემი ნება რომ იყოს, აგვზავავდი გაშეშობანას. იმიტომ რომ ატყუებენ ხანდახან ადამიანებს. ჩემი ყველაზე კარგი თვისებაა კეთილი რომ ვარ. მე მინდა დედამიწაზე გავაქრო ბოროტება. ადამიანები ბოროტები იმიტომ ხვდებიან, რომ დედას არ უჭერებენ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, დეიდა და ჩემი 2 ძმა. კიდე მინდა მყავდეს 1 და 3 ძმა. ჩემი ძმა არის 11 წლის და ქვია ანდრია. ის არის მხიარული, ჭკვიანი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მისლის მაშინ, როცა გაბრაზებული ვარ. ჭირად ვბრაზდები ჩემი საყვარელ ფუმფულა თოჯინებს, რომ არ მყიდულობენ. აი მაგ დროს მისლის ანდრია ნერვებს. მეორე ძმა არის 10 წლის და ქვია ალექსანდრე. ალექსანდრე არის მხიარული, კეთილი და ჭკვიანი. ჩემი აზრით ალექსანდრე და ანდრია ორივე გამოვა ფეხბურთელი. მე რო გავეცდები, მინდა გამოვიდე ბალეტის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ბალერინა და პრინცესა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი. არ მიყვარს შავი და ყავისფერი. იმიტომ რომ მუქი ფერებია და აფუჭებს ნახატს. მე ვიცი გოგონას ხატვა, სახლის ხატვა, ყვავილის ხატვა, ვარდის ხატვა და ადამიანების ხატვა. ყველაზე კარგად გამომდის ყვავილის ხატვა. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 20 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ გამოფენა მინდა რომ მოვაწყო. ყველაზე ხშირად ნახატებს ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ვჩუქნია. შაშა თოვლის ბაბუა ბაჩუქა მაკიაჟი. წელს მინდა მაჩუქოს ფუმფულა სათამაშო. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 70 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის ლევანი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები და კარგი მეგობრები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ანდრია ჩხაიძე. ყველაზე ცელქი არის მიშო ბრუნჯაძე. ყველაზე ჭკვიანია მარი ბერიძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი, ლამაზი და პლანჭია. ჩემი საყვარელი საგანია ხატვა. საყვარელი მასწავლებელია ქეთი გოგაძე. იმიტომ რომ ის სულ ბედნიერია, ჭკვიანი და მეგობრული. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ ბავშვებს გვიხსნის კარგად. ახლა მინდა ვიყო 25 წლის, იმიტომ რომ 25-ის როცა გავხდები, ჩემი ოქროს დაბადების დღეა. მაგ დაბადების დღეზე მინდა მაჩუქონ
ლეკვი. მამიკო დაპირებულია და აუცილებლად მაჩუქებს. ჩემი მამიკო არის ვასკაცური, გმირი, ბედნიერი და კეთილი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, საქმიანი, უყვარს საჭმელების კეთება და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მაკარონი. ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია კაქტუსი აფრიკაში და სატკბილეთის ქვეყანა. ამ წიგნებმა შემაყვარეს კითხვა. მე რომ მწერალი ვიყოს, წიგნს დავწერდი სიკეთეზე. ჩემი საყვარელი ბურთმინია რაპორცელი. შედოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მე ყველა გოგოს გადავაქცევდი ბალერინად. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თბილისში და პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ანნა რომ არ მერთქვას რა მერქმეოდა. მე ანნა დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანნა რომ არ მერთქვას ალბათ მერქმეოდა ელენე. ჩემ შვილებს დავარქმევ გოგოს ელენეს, ბიჭს გიორგის. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა ის იყო, რომ წავედით სამოგზაუროდ. მთელი ოჯახი ვიყავით თბილისში და ძალიან ბედნიერი დავრჩი. ბედნიერება არის მოგზაურობა, ბალეტი, დედიკო და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.